როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ, რასაც ტარო იტყვის. ანუ, თქვენთან ერთად ამოვიღებ ერთ არკანს და იქიდან გამომდინარე, რა სიტუაციაშიც ხართ. დავიწყოთ გაშლა და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამდენი დადებითი კომენტარებისთვის, ძალიან მახარებთ. როგორც ყოველთვის გიგზავნით დიდ სიყვარულს და გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას. კვერთხის მეფხვერთ. თვითონ, ანუ ესე იგი ეს ადამიანი ითხოვს რაღაცას, ანუ რას ითხოვს შენ? მოდი ვნახოთ, გავაგრძელოთ. მე მგონი დაიწყო უკვე ლაპარაკი. რას ითხოვს შენ, ანუ თიანი კვერთხი. ურთიერთობა მინდა, მესამე, ანუ ურთიერთობა მინდა შენთან და მე მოგსვამს მოთხოვნილება, მაგრამ ათიანი კვერთხი არის სიძნელეების და სირთულების დაძლევა და უტაროთ შემოტანსაც გავს. კლასიკურად სათრევა ძნელია, გადასაგდებად მენანება და მოკლედ დამძიმებული ტვირთი და თვითონ არის კიდე ეს ადამიანი საკუთარი თავის მტერი ამ ურთიერთობაში და ზოგადად ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ თუ თქვენ, ამ პატარა დახასიათებით იცანით ეს ადამიანი და გაინტერესებთ ეს გაშლა, მაშინ დავიწყოთ კლასიკურად. რა სიტყვის ეს ადამიანი? იმიტომ რომ რაღაცნაირად ამოვიდა პირდაპირ თავისი კვერთხით. ხუთიანით 100-ად ასტის ბოლოს. ნახოთ. რა სიტყვის? რა სიტყვის? სამწუხაროდ არ შეუძლია არაფრის მოთხოვნა, იმიტომ რომ საერთოდ ამ მთლიანი ენერგია მაინც ის არის, რომ ურთიერთობა სამწუხაროდ არ არის გაფუჭებულია, დამძიმებულია და მაგრამ შანსები არის, არაფერზე არ ინერვილოთ, შანსები არის და ითხოვს ბედნიერებას, ანუ უნდა რომ ყველაფერი იყოს კარგად. სად ეს ენერგია და სად ეს ენერგია, ხო? უნდა რომ ყველაფერი იყოს კარგად, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ არაფერი არ არის კარგად. შანსებს ითხოვს. მე ვერ ვიტყოდი იმას, რომ შეიძლება თქო უნდა ყველაზე არ მოხდეს ახლა ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ძირითადად მთლიანობაში თვითონ წავიდა. თქვენ თუ წახვედით მისგან, ესე იგი მან გაიძულა, ანუ ეს არ იყო ხმე დამღალე შენ და მე მივდივარ. თუ დაგღალა, ესე იგი მან რაღაცნაირად ისე გააკეთა, რომ არაფერს არ დააყენა საშველი და ერთი სიტყვით ამ ურთიერთობაზე ნორმალური არჩევანი არ გააკეთა და უნდა რაღაცნაირად შემოტრიალება და ეს შემოტრიალება გავდეს უბრალო შემოტრიალებას კი არა. აი ბედნიერება ნამდვილად რო უნდა ეს 10-იანი 100 გამოვიდეს, იმიტომ რომ მისი სურვილი თავდაპირველად იყო ერთად ყოფნის ბედნიერების გახარების. თუ ვინმე მაგალითად უყურებთ თქვენს მეუღლეზე, თავისთავად ოჯახი შეიქმნა ემოციით, გრძნობებით, დიდი იმედებით, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ გამოვიდა, თქვენზეც რეზონირდება, რა თქმა უნდა, ეს გაშლა. ამიტომ ეს ადამიანი ითხოვს შანსს ურთიერთობაში, პირდაპირ ამოვიდა მისი შანსების მოთხოვნით. მე საერთოდ პაშპენტაკს როგორ განვიხილა, ვიცი? ამ შემთხვევაში ხა ამ ენერგიებში. მეგობრობას რო გამოგიგზავნის მამაკაცი, ასეთ ისტორიას გავს, გამოგიგზავნის და всё, მან გადადგა სასწაული ნაბიჯი და ახლა შენიც გელოდები, მე გამოგიგზავნე მეგობრობა და ახლა შენ შემოდი დამილაიქე ყველაფერი რაღაც. მიახლოებით ამას გავს, რომ მე გავაკეთებ პაშპენტაკლით ნებისმიერ რაღაც უბრალოდ პირობითად მაგალითი მოვიყვანე. მე გავაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ მე შენიც, აბა შენიც დავფიქსირდები და მე შენ გააკეთე. ესე იგი რა უნდა, ანკესის გადმოგდება უნდა. შენ დღემდე მისთვის საინტერესო ხარ, მიმზიდველი ხარ, საოცრად ენერგიული ხარ, კარგი ხარ თლიანობაში. კი, გავიგე. აი რას გრძნობ ამ გოგოს მიმართ, ასეთი კარგი რო არის, რას გრძნობ? ისევ მინდა შენთან. ისევ, აი რაღაცა კიდევ მინდა, განმეორება მინდა ურთიერთობის. განმეორება, ემოცია მინდა, შენგანაც მჭირდება ემოციები. ემოციები ჭირდება. ვერ გაიგო რა ჭირს, მაგრამ ის კი გაიგო, რომ უშენოდ კარგად არ არის. შენ თუ არ ხარ, კარგად არ არის და შენ რო ხარ, არეულობაც რო იყოს, ხო, მაგას არ აუშავს. ანუ დალაგება არა, პასუხისმგებლობა არა, მაგრამ შენ უნდა იყო. ესე იგი რა გამოდის? შენ უნდა მოითმინო. მაგრამ შენ ისეთი ხარ, შენ ამას არ მოითმენ. რა გინდა საერთოდ? არაფერი. გასაგები არაფერი, იმიტომ არ უნდა რომ
რომც მინდოდეს რა, ანუ რომც უნდადეს იმპერატრიცა ხარ, ანუ არც არაფერი არ გამო. იცი როგორ მომენტია, სიამაყე აქვს. ამ ყველაფერსთან ერთად სიამაყე არ აქვს დაკარგული. ამიტომ არაფერი არ უნდა და რეალურად ძალიანაც რო უნდადეს სადაა. მაგრამ შენ თუ მოგინდება, იცოდე რომ ეგრევე გააქტიურდება. კაი, დაუშვათ მოუნდა ამ გოგოს და გააქტიურდა. შენი გააქტიურება რა იქნება? აი რა იქნება? რა მოყვება ამას? რა მოყვება ამას? ნახე. რა მოყვება? მთავარი პრობლემა ის კი არ არის ახლა თალად მასეც რომ შენ გააქტიურდები და მე რა მოყვება რა თვითონაც გააქტიურდება რა თქმა უნდა ეს ემოციები შეივსება ეგრევე ემოციურად გადმოდგამ შენთან აბიჯს იმიტომ რომ გრძნობა უფიქსირდება ამ ადამიანის შესაძლებლად მაგრამ პრობლემა არის ის რომ შეუთავსებელი ხარ რაღაც თვითონ სხვანაირია შენ სხვანაირი ხარ შენ რომ შეგავსოს და მოქცეს თუნდაც იმ დოზით ენერგია გრძნობა სიყვარულზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ კარგი სიყვარული, პასუხისმგებლობა, თუნდაც საქმე, ანუ მე რას ვერ უყურებ, იცი? საქმის და ნაბიჯის განხორციელებას ვერ უყურებ. მე იმდენად უკმაყოფილო ენერგიებში გიყურებთ აქ, რომ შეიძლება დაგავიწყდეთ ბოლოს როდის გააკეთათ თქვენთან საქციელი. საქციელს გულისხმობ მამაკაცური კარგი საქციელი ბოლოს. ან ზოგისთვის რა ვიცი, შეიძლება სულაზე რა აქვს გააკეთები და სამწუხაროდ ასეც ხდება, მაგრამ ვერ შეძლებს ამას. ანუ ასეთი ცვლილება მასში მეეჭვება რომ მოხდეს. ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში და ცოტა შორ მომავალშიც. არ გიღირს ისე შე რომ იცე შანსი. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? რა უნდა გამოვიდეს აქედან? რაც არ გკლავს, გაძლიერებს შენ ზიანათქვამი ამ ისტორიამ მოგცა შენ სიძლიერე, мотиваცია, ყველაფერი ემოციები წარსულს ჩაბარდა. ყოველ შემთხვევაში სიმძაფრით არაფერს არ ნერვიულობ და არც აპირებ, უფრო შეიძლება გენერვიულება კი, მაგრამ იცი როგორ რაღაცა. არ ვაპირებ. არ, კაი, 1-2 საათი წაიწუწუნებ, იტირებ და მე აგძლებ შენ ცხოვრებას დანარჩენი საათებით. ხო, ამხელა პროგრესია. ამიტომ ამ ურთიერთობამ შენ მოგცა საერთოდ სხვა სრულიად სხვა სიძლიერე, სხვა შენი მეორე ნახევრის რაღაც რასაც არ იცნობდი შენში სიძლიერე მოგცა. შენ გონია მან არ იცი შე როგორი ხარ? და ზუსტად ეგ არის თავარი პრობლემა, რომ შენი მართვა ასე მარტივად არ შეიძლება. ამის საშუალებას არ მისცემ. ზამენი ხმალი. ხო. უფრო მეტი რთული ემოციური პერიოდია ეხლა აქრასაც მე უყურებ, ვიდრე რაიმე კარგი. მე მგონი კარგი რაც მოხდა, წარსულშია ჩაბარებული, რაღაცა არ გახსენდება. შეიძლება ყველას აქვს საერთოდ რაღაცა კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაცა მე ვერ უყურებ ამას. რჩევა თქვენთვის. რჩევა ამ ურთიერთობაში რჩევა განდეგილი. მე რა და სამივე მაღალი არკანი. არ გინდა ეს ურთიერთობა. ასე გირჩევს და არ გინდა ეს ურთიერთობა. რაც არ არის, ვისაც არ უნდა ვერ დაეხმარები, შენ სურვილებზე არაფერი არის დამოკიდებული კონკრეტულად ამ ურთიერთობაში და იცი რა არის? უნდა შეცვალო ყველაფერი. თუნდაც შენი კეთილგანწყობა ურთიერთობის მიმართ უნდა შეცვალო. უფრო შენს თავს უნდა მიხედო. მიხედვაში ახლა რა თქმა უნდა ალბათ ხედავთ თქვენს თავს, მაგრამ მიხედვაში უფრო არის მინდა რომ სწორი სიტყვა მოვძებნო. იეროფანტი. რაღაცა არ ვიცი ლოცვა მედიტაცია უნდა შეიცვალო, ანუ სულიერი გარდატეხა უნდა მოხდეს. არ შველის ის რომ ნაკლებად ტირი, ნაკლებად წუწუნებ, არ შველის რაღაცა მთლიან შინაგანი, აი რო ინათლები და უკვე სხვა ხარ, აი და მოინათლო თითქოს.
რაღაცა სულიერების გზას უნდა დაადგე, რა თქმა უნდა, მე არ გიბიძგებ თქვენ არაფრისკენ, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. რა შეგრძნებები მოგდით, რასაც მე ვამბობ. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.